Arkinexi და Swiss Hotel შავი ზღვის სანაპიროზე ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო რეზიდენციულ კომპლექსს ხსნიან. კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა $300 მილიონი. Swiss Hotel ქობულეთი Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენა რამდენიმე საათის წინ გაიმართა. Swiss Hotel ქობულეთი Beach Resort-ი ბათუმიდან რამდენიმე წუთის სავლაზეა რეგიონში, რომელიც ტურიზმის განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა. პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და ის გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს. ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიური რესტორანი, კაზინო, 2500 კვადრატული მეტრის ფართობის ფიტნეს დარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობის სივრცე. კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე ჩამპან ტეილორის მადრიდის ოფისმა იმუშავა და როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე იყო ნათქვამი, გარდა იმისა, რომ პროექტი ოფიციალურად გამოცხადდა, ასევე დაიწყო გაყიდვები ამ პროექტთან დაკავშირებითაც. Swiss Hotel Khobulet Beach Resort-ი იქნება ერთ-ერთი ფლაგმანური Swiss Hotel-ი. ჩვენ Swiss Hotel-ში ქობულეთში იქნება 3000 კვადრატულზე მეტი სპა და ველნესი, იქნება ბავშვთა გასართობის სივრცეები, იქნება ორი შიდა აუზი, 25 მეტრიანი, ორი ღია აუზი, ძალიან დიდი აუზი, ეგრეთ წოდებული Infinity აუზი, რომელთაც მთელი ხედით ისიამოვნებთ. იქნება 6 რესტორანი და ბარი და კაფე და რესტორანი, რომლითაც თავმჯდომარეებს მოემსახურება და იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები, ყველაფერი რაც კი შეიძლება კურორტული დასვენებისთვის იყოს საჭირო და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კარგი კურორტი, რაც კი აშენებულა ჩვენს ქვეყანაში და ამ ყველაფერში ჩვენ გეგმავთ და დაგეგმილი გვაქვს, რომ $300 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდეს. ქობულეთში Swiss Hotel Khobulet Beach Resort-ის შენებლობა დაიწყო. მისი დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და არის რა თქმა უნდა მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას, განვითარების პროცესი, სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმართმასპინძლობას, დასვენებას და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. $300 მილიონი ინვესტიცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცეები და რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა თავის მხრივ ხელშეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას. მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში ადგილობრივების დასაქმდებიან და მათ შორის მშენებლობის პერიოდში, ისევე როგორც ოპერირების პერიოდში 500-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. მჯერა რომ ქობულეთის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება ამ პროექტით. ჩვენ არქისთან ერთად მოვიზიდავთ ძალიან ბევრი ტურისტ, მაღალგადამხდელიანურიან ტურისტებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამ პროექტის განხორციელების იდეაში მხარი დაგვიჭირა.